Roundel Ethers კომპანია დინოზე საუბრით ხსნით, რომელსაც ჩვენი მაყურებელი პრინციპში კარგად იცნობს. ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკომეგობრულ ხის ავეჯს და სათამაშოებს თავაზობს. პროდუქციას ბავშვთა მოტორულ განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს. ამ საქმის კეთების პროცესში დინოს შემოქმედებმა ახალ მიმართულებას ჩაუყარეს საფუძველი და დინო აკადემიის შექმნა გადაწყვიტეს. დინო აკადემია ეს არის შემოქმედებითი სივრცე, სადაც პატარა ხელები დიდ ოცნებებს ქმნიან. მოკლედ ადგილი, სადაც ხელს უწყობენ ბავშვების მოტორულ და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უფრო ვრცლად დინო აკადემიის კონცეფციასა და მიზნებზე საუბარს მის დამფუძნებლებთან ვივია ურგენიშვილთან და მარიამ მაისურაძესთან ვაგრძელებთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა, რომ BMG ყოველთვის არის ჩვენი მეწარმოების მხარდამჭერი და ყოველთვის გვიცხადებთ ასეთ დიდ მხარდაჭერას ყველა სიახლეზე. Პირიქით, მადლობა თქვენ. ვივია, უპირველესად დავიწყოთ თქვენით და მინდა იდეა მიმოვიხილოთ. დინო არსებობდა, თუმცა გადაწყდა, რომ ახალი მიმართულებაც განვითარებულიყო. საიდან გაჩნდა ეს იდეა და რატომ წამოვიდა ეს საჭიროება? დინო, როდესაც ბაზარზე გამოჩნდა პირველად, ჩვენი ბაზარზე გამოჩენა დაიწყო საბავშვო ფესტივალიდან. პირველივე ფესტივალზე გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ავეჯის ჩვენება არ იქნებოდა მიზანშეწონილი და ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებისთვის მოგვეწყო მასტერკლასები, სადაც მეორე თხის ნარჩენებს დაამუშავებდნენ და ძალიან საკმაოდ დიდი აღტაცება გამოიწვია ბავშვებში და მშობლებში, რადგან დინო სტენდიდან ვერ გაყავდათ ბავშვები. ამის მერე ეს ტრადიციულად ვაქციეთ ყველა გამოფენაზე ჩვენივე სივრცეში ვაკეთებდით ვორქშოპების სივრცეს, სადაც ბავშვები ხის დამუშავებას და მოხატვას ეუფლებოდნენ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ უნდა ყოფილიყო ცალკე აუცილებლად დინო აკადემია. ამასთან დაერთო ჩემი მთავარი მიზანი, რომ სადურგლო მიმართულება განვითარებულიყო პროფესიულად ქვეყანაში, თუმცა ამ ეტაპისთვის გადავწყვიტე, რომ მხოლოდ პატარა ასაკიდან დაგვეწყო, რადგან მე ვფიქრობ, რომ ბავშვი ზუსტად პროფესიულ უნარებს უნდა დაეუფლოს ბაღის ასაკიდან. შესაბამისად, უკვე გადავწყვიტე ცალკე აკადემიის გაკეთება. თუმცა ვიფიქრე ბევრი, რომ ეს მარტოს არ უნდა მეკეთებინა. როდესაც საქმეს იწყებ, მე როდესაც თავიდან დინოვუდი გავხსენი, არ მიფიქრია ბევრ რამეზე, რადგან არ ვიცოდი რა იყო ბიზნესი, არ ვიცოდი რა იყო მეწარმეობა და შესაბამისად ყველაფერი რაღაც ინტუიციებს დავეყრდნი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე და როდესაც უკვე მეორე ახალი ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტე, ვიფიქრე ბევრი და შევარჩიე სწორი ადამიანი, მარიამი და ძალიან ვიხარია, რომ მარიამთან ერთად ვაგრძელებ ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს იდეებს და ჩვენს გეგმებს შემოქმედებითაც ძალიან დიდი განვითარება ექნება. აუცილებლად. მარიამ, თქვენზე გადმოვალ, მოგესალმები კიდევ ერთხელ. იდეის გაჩენიდან უკვე რა პროცესი იყო, მათ შორის ერთობლივად მუშაობა, რა ნაბიჯები გადადგით, რა გამოწვევები იყო მათ შორის და როგორ გაიმართა უკვე სისრულეში, როგორ მოვიდა ეს პროექტი? მოკლედ როგორც ვივი აღნიშნა, ეს იდეა თავიდან ბოლომდე ვივის ეკუთვნის, ვივის თავდაპირველი მიზანი იყო სადურგლო სკოლის გაკეთება. მე უბრალოდ სამუშაო პროცესში გაჩნდა იდეა, რომ მასტერკლასებიც აქტიურ რეჟიმში გაგვეკეთებინა. მთავარი გამოწვევა იყო, ასე ვთქვათ, ტემპი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მოხდა, ფაქტობრივად 2 თვეში შევძელით, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიის დახმარებით 2 თვეში უკვე შეგვიძლია, რომ მივიღოთ ჩვენ სივრცეში როგორც მოზარდები, ისე სკოლის მოსწავლეები, ასე ზრდასრული ადამიანები. ჩვენს მეგობარ კომპანია მწვანე სკოლასთან ერთად გავაკეთეთ უკვე ასე ვთქვათ, ვიზუალურად მოწყობილი არის, ვიწყებთ ხვალიდან უმასპინძლებთ 4 ჯგუფს და ეს ძალიან დიდი ასე ვთქვათ ამბავი არის ჩვენთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ვიტყოდი, რომ არის მართლაც სწორი ადამიანების პოვნა, იმიტომ რომ როცა ბავშვთან გაქვს შეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასტერები, რომლებიც ამ კონკრეტულ აქტივობებს უძღვებიან, იყვნენ ასე ვთქვათ თავიანთი საქმის პროფესიონალები. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასე ვთქვათ ზუსტად ის ადამიანები ვიპოვნეთ, ვინც ამ საქმის შესასრულებლად მაღალ კვალიფიცირებულები არიან, ზუსტად იციან თავიანთი საქმე ძალიან კარგად, აქვთ გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის და იმ კონკრეტული მასტერკლასის ჩატარებაში არიან სპეციალიზირებულები და ეს ჩვენ თან ვამაყობთ მოკლედ ამით, რომ ჩვენი გუნდი ზუსტად იმ საქმისთვის არის, ასე ვთქვათ, შექმნილი, რასაც ძალიან კარგად აკეთებს და ძალიან კარგად უძღვება. მარიამ, რომ შევაჯამოთ და მაყურებლისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს, რა არის დინო აკადემია და რა არის ის სერვისები, რაც გაერთიანდა?
მოკლედ დინო აკადემია არის სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ასაკის შეუზღუდავად შეუძლია რომ საკუთარ ფანტაზიას ხორცი შეასხას. ამ ეტაპზე მასტერკლასები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის ასე ვთქვათ ხანგრძლივი სასკოლო პროგრამები, რაც გულისხმობს მაგალითად სადურგლოს აკადემიას, ასევე კერვის და კერამიკის მიმართულებით გვაქვს ხანგრძლივი პროექტები და მაგის გარდა ვთავაზობთ მოკლევადიან საათობრივ მასტერკლასებს. ეს შეიძლება იყოს 1 საათიანი ან 3 საათიანი. მასტერკლასების ასე ვთქვათ მოკლე მიმოხილვა რო გავაკეთოთ, ეს არის ხეზე მუშაობა, 3 ერის თემაზე შექმნილი მასტერკლასები, რაც გულისხმობს ნარჩენების მართვას, ასევე კერვა, ქსოვა, ქარგვა, კერამიკისგან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქსესუარების დამზადება, შოკოლადის მასტერკლასები, მოხატვა, ძალიან ბევრი და ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი მასტერკლასების შესაძლებლობას ვთავაზობთ ჩვენ სივრცეში მოსულ ადამიანებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, დღის მეორე ნახევარში ზრდასრულებს მასპინძლობთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვადასხვა თერაპიებს დაესწრონ ჩვენ სივრცეში, მაგალითად, შემდეგი კვირიდან უკვე ვუმასპინძლებთ, ასე ვთქვათ, სტრესის მართვის მასტერკლასებს, რაც ძალიან საინტერესო არის, ნუ დღევანდელი ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოთხოვნადი არის, მოკლედ, რა ამ თემაზე მასტერკლასების ჩატარება და დივერსიფიცირებული გვაქვს ასაკის შესაბამისად სხვადასხვა თემატიკის და სხვადასხვა აქტივობების, ასე ვთქვათ, მიღება შეუძლიათ ჩვენ სივრცეში. კი ბატონო, ბიბი, წვანის სკოლაში მდებარეობს ბაზაზე დინო აკადემია. საინტერესოა, რა ინფრასტრუქტურა დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ყურადღებას დაუთმობდით ასევე უსაფრთხოებას, როდესაც ბავშვებთან გვაქვს საქმე, ეს ყველაზე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხია. ასევე თუ შეგვიძლია საუბარი საინვესტიციო ღირებულებაზე პროექტის, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული ვითარება აქვს ქვეყანაში და ბიზნესს მიჭირს ახალი წამოწყებები, ინვესტიციები. უსაფრთხოებიდან დავიწყებ პირველ რიგში. ჩვენს მიერ შეძენილი ნებისმიერი ნივთი იქნება ეს თუ უბრალოდ ხელსაწყო, რომელსაც ბავშვი გამოიყენებს, არის გერმანული ბრენდის წარმომადგენლობის, ჩვენ ესენი გამოფენაზე გავიცანით და ზუსტად მათთან თანამშრომლობთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული. მარიამმა სწორედ აღნიშნა, რომ ჩვენს ყავს ზუსტად შერჩეული პედაგოგები, მასტერები, მათ შორის არიან ფსიქოლოგები, რომლებიც თვითონ სადურგლო სკოლას გაუძღვებიან და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასტერმა შეძლოს მიდგომა სწორი ბავშვთან, რომ ასწავლოს სწორად გამოყენება, როგორც დანადგარების, ასევე ხელსაწყოების და ასევე ხესთან მუშაობის. ასევე ვითანამშრომლებთ ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მცირე ზომის დანადგარებს მოგვაწვდის უკვე სექტემბრიდან გაიხსნება ეს სკოლა, რაც ინოვაციურ განვითარებას აძლევს დინო აკადემიას ასაკის მიხედვით, ანუ 5+-დან ავად 15+-მდე და ასაკობრივად დაიყოფა კლასები, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება მწვანე სკოლას, მე მინდა აუცილებლად დავუნიშნო ეს, ჩვენ, როდესაც ეს ამ იდეაზე კარგად დავიწყეთ მუშაობა, ასე ვთქვათ, გავაგზავნეთ საგრანტო კონკურსში USAID-ის სამწუხაროდ უკვე USAID-ის გრანტზე და უბრალოდ გვჭირდებოდა მემორანდუმები, რომ ვითანამშრომლებდით სკოლებთან. პირველი, ვინც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასე ვთქვათ, აღტაცება გამოიწვია, ეს იყო მწვანე სკოლა და მათთან შეხვედრიდან დაახლოებით უკვე 2 თვეში ჩვენ სივრცე უკვე მოწყობილი გვაქვს. იმდენად სწრაფად განვითარდა ეს ყველაფერი და იმდენად დიდი დაინტერესება წამოვიდა მათი მხრიდან, რომ მე არ შემიძლია უბრალოდ დიდი მადლობა არ გადაუხადო მათ ჩვენი ამ მხარდაჭერისთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება, გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და რაც შეეხება ინვესტიციას, ეს პირადი სახსრებით დავიწყეთ, პირველ რიგში აქედან ვიტყვი, ძალიან მცირე ბიუჯეტით, როგორც დინო ვუდი, ასევე დინო აკადემიაც ძალიან მცირე ბიუჯეტით დავიწყეთ. ეხლა ველოდებით აწარმოებს საქართველოს მხარდაჭერას სესხის კომპონენტში, მცირე მეწარმეებისთვის, ქალი მეწარმეებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ სესხის კომპონენტით ვისარგებლებთ და უკვე 50,000 ლარზე აქვს საუბარი პირველი ეტაპისთვის, რაც მოხდება მასშტაბური ინვესტიცია, ასე ვთქვათ, დინო აკადემიაში. და რას მოხმარდება ეს თუ გაქვთ
განსაზღვრული, რა საჭიროებები დგას? ძირითადად მოხმარდება დანადგარების შეძენას, როგორც მცირე, ასევე დიდი დანადგარების შეძენას, რაც მასტერკლასების სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება ლაზერული აპარატები, კერამიკის ღუმელი და ასე შემდეგ, რაც თითოეულ მასტერკლასს სჭირდება. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი გქონდეს შეთავაზება ჩვენი პატარა მომხმარებლებისთვის, რომ მოვლენ სრულყოფილად ისარგებლონ დინო აკადემიის სერვისით. კი ბატონო. მარიამ, თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა როგორ არის განსაზღვრული და მათ შორის ამდენად შეუძლია მშობელს ბავშვი სისტემატურად მოიყვანოს და თქვენ კურსის სახით შესთავაზოთ, რომ ბავშვმა თავიდანვე დაიწყოს კონკრეტული პროფესიის შესწავლა, როგორც ბიბი მახსოვს. საინტერესო ნაწილია, იმიტომ რომ პირველ რიგში მოკლედ დავუწყოთ ხანგრძლივობით, მასტერკლასები იყოფა, ასე ვთქვათ, რამდენიმე, ასე ვთქვათ, სახეობის მასტერკლასებად, ყველაზე მინიმალური არის დაახლოებით 1 საათიანი, 1 საათიან საათნახევრამდე გრძელდება, გვაქვს ინტეგრირებული მასტერკლასებიც, რაც გულისხმობს დაახლოებით 3 საათის ხანგრძლივობის აქტივობას, რომლის დროსაც სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობენ ბავშვები. შეიძლება იყოს კომბინირებულად ხე, კერამიკა და ქსოვილი ერთდროულად და მაგის გარდა გვაქვს ასე ვთქვათ, ხანგრძლივი სასწავლო პროგრამები, რომლის დროსაც მაგალითად რაღაცა 1 თვის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტს მოიცავს, ან შეიძლება იყოს 3 თვიანი პროგრამა, ან 10 თვიანი პროგრამა, ასე ვთქვათ, მრავალფეროვან შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თვეების მიხედვით იყოფა მასტერკლასების სხვადასხვა თემატიკებად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ მოსულ, ასე ვთქვათ, ვიზიტორს შეუძლია რომ მაგალითად იგივე მასტერკლასზე თუნდაც ხე ავიღოთ, შემდეგ ვიზიტზე აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკა დახვდება და მას შეუძლია რომ გაგრძობითი ხასიათის აქტივობები კონდეს დაგეგმილი. მნიშვნელოვანი არის ისიც რომ შაბათ-კვირის განმავლობაში გვექნება ჩვენ გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, ინტეგრირებული მასტერკლასები, რომლის დროსაც მშობელს შეუძლია რომ მაგალითად მოიყვანოს ბავშვი 3-4 საათის განმავლობაში ბავშვი აქტიურად დაკავდეს და ეს არ იქნება რაღაცა დროის გაყვანის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, პირიქით შემეცნებითად დაკავდება იმ რამდენიმე საათის განმავლობაში და მშობელს შეუძლია რომ დარწმუნებული იყოს მშვიდად რომ ბავშვი იმ დროს ძალიან კარგად და აქტიურად ატარებს. ეგ არის რომ და მაგასთან ერთად ჩვენ მწვავლის სკოლასთან პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს ყოველთვიური სხვადასხვა თემატიკის აქტივობები, რაც გულისხმობს სასწავლო პროგრამის შესაბამისი სხვადასხვა მასტერკლასების შეთავაზებას. ამას ვახორციელებთ როგორც კერძოდ მწვავლის სკოლასთან ერთად, ასევე პარტნიორობა გვაქვს რამდენიმე კერძო სკოლასთან, სამწუხაროდ ახლა ამ ეტაპზე სახელებს ვერ დავასახელებთ, იმიტომ რომ მოლაპარაკების ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს და ამ კონკრეტულ სკოლებსაც ვთავაზობთ შესაძლებლობას რომ როგორც ჩვენს ბაზაზე, ჩვენს სივრცეში შევთავაზოთ სხვადასხვა თემატიკის აქტივობები, ისე მათ სივრცეში მოვაწყოთ სხვადასხვა მასტერკლასები. ამიტომ ეს შეთავაზებაც გვაქვს, რომ ჩვენ პირიქით მათ სივრცეში მივიდეთ და მათ ბაზაზე გავაკეთოთ სხვადასხვა აქტივობები. კი ბატონო, რადგან ეს მოძრავი აქტივობები ვახსენეთ, მოძრავი ვორქშოპებიც ჰქონდა კომპანიას. ეს რამდენად ხორციელდება ახლა და რა იყო ამის მთავარი მიზანი? ჩვენ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავით ჩართული მოძრავ ვორქშოპებში. მე პირადად ვიყავი ამის მასტერი და მივდიოდი საჯარო სკოლებში, ვატარებდი ხესთან მუშაობის ვორქშოპებს და ბავშვები მინდა გითხრათ, რომ ძალიან აღტაცებულები იყვნენ ამ ყველაფრით, ისე მოსწონდათ. თან ეს უბრალოდ ვორქშოპი და ხესთან მუშაობა არ იყო, ამას ერთვის თან პატარა სემინარის სახე, რაც უფრო მეტ კომუნიკაციას აამყარებ ბავშვთან კონტაქტში და უფრო მეტად გახსნილები ხდებიან ბავშვები, რომ კარგად დაკავდნენ, ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე ხელსაქმით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ ისევ, მოსიარულე ვორქშოპები დინო აკადემიასაც ექნება. და ჩვენი მიზანია რომ არ იყოს მხოლოდ თბილისის გარემოცვით ეს ყველაფერი და მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავიდეთ სკოლებში და ჩავატაროთ მასტერკლასები. მოგეთ თბილის გაცდება ეს შეთავაზება? დიახ, მარიამ, ხვალ პირველი ნაკადი უნდა მიიღოთ, პირველად გაიხსნება დინო აკადემიის კარი. საინტერესოა, როგორი გამოხმაურება მიიღეთ მაშინ, როდესაც ეს პროექტი დაანონსდა. მომხმარებლის მხრიდან, მშობლების მხრიდან, როგორი დაინტერესება წამოვიდა და უკვე შემდგომი თვეების ტენდენცია რას გვაჩვენებს? მოკლედ, საკმაოდ დიდი ინტერესი არის, ჩვენ თვითონაც გაოცებულები ვართ, იმდენად კარგი გამოხმაურება მოყვა და ზუსტად ამ მომხმარებელთან აქტიური ინტერაქციის შედეგი არის ისიც, რომ დავამატეთ თუნდაც ხანგრძლივი ინტეგრირებული მასტერკლასები, დავამატეთ ზრდასრულებისთვისაც მასტერკლასები და მადლობა ჩვენს მომხმარებლებს, იმიტომ რომ ინსპირაცია გაგვიჩინა, რომ ასე ვთქვათ, წყვილური მასტერკლასები დაგვემატებინა, რომლის დროსაც მაგალითად მშობელი და ბავშვი ერთობლივად რაღაცებს გააკეთებენ და ძალიან საინტერესო იქნება, რომ ბებია და შვილიშვილის და ბაბუა და შვილიშვილის აქტივობებიც გვექნება, რაც ძალიან საინტერესო არის, რომ მათ ერთად შეძლონ რაღაც კონკრეტული აქსესუარის, თოჯინის ან ასე ვთქვათ, სათამაშოს გაკეთება ერთობლივად ჩვენს გარემოში. საკმაოდ დიდი არის ინტერესი არა მარტო თბილისიდან და არა მარტო თბილისის კერძო
კერძო და საჯარო სკოლებიდან, რეგიონებიდანაც, რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მე თვითონ რეგიონიდან ვარ და მახსოვს რომ მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა რომ მივსულიყავი თუნდაც ჩემს რაიონში და მსგავსი აქტივობებით დავკავებულიყავი და ძალიან მიხარია რომ რეგიონებიდან ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს და უკვე გვაქვს რაღაც ჯავშნები რომ მოვიდნენ და ჩვენ სივრცეს ეწვიონ და ძალიან მიხარია მოკლედ ეს ამბავი. კი ბატონო, მნიშვნელოვანია ცალკე ყურადღება იმასაც გავამახვილოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ სკოლის ბავშვებისთვის, ხო? მწვანეს კონკრეტულად მწვანე სკოლის ბავშვებისთვის ნებისმიერ მსურველს გარეშეპირს შეუძლია რომ დაჯავშნოს ვიზიტი და შემდგომ ჩაერთოს სხვადასხვა მასტერკლასში. უბრალოდ მწვანე სკოლა არის ჩვენი პარტნიორი, ან მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც მინდა დავამატო არის ის, რომ დინო აკადემიის სტრატეგიული განვითარების, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი და საძირკველი არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ჩვენ აქტიურად მუშაობთ, რომ ეს მიზნები ჩვენს განვითარების სტრატეგიაში აქტიურად იყოს ჩართული და ერთ-ერთი მაგალითად მე-17 კომპონენტი არის პარტნიორობა ამ მიზნების შესასრულებლად, რომლის ფარგლებშიც როგორც მწვანე სკოლასთან პარტნიორობთ და გვეხმარება რომ მაგალითად რაღაცა სამიერის თემაზე შექმნილი მასტერკლასები აქტიურად ინტეგრირდეს და ბავშვები ამით ძალიან დაინტერესდნენ. გარდა ამისა, ყავს პარტნიორი კომპანიები დინოვუდის სახით მაგალითად, ასევე ეკოვუდი, ჩიკატაი, კარაველა, გუშინ შემოგვიერთდა და ჰენდიკრაფტი მაგალითად, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით ბავშვებს ვასწავლით როგორ იზრუნოს სამყაროზე. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო აქტივობა გვექნება, შემდეგი კვირიდან ჩავშვებთ მაგასაც, რომ მშობელს შეუძლია მოვიდეს და მისი ბავშვის დაპატარავებული ტანსაცმლისგან შექმნას სათამაშო მისი ბავშვისთვის. და ეს ძალიან საინტერესო აქტივობა არის. მაგალითად, ჩიკატაი გვაწვდის თავისი საწარმოო, ასე ვთქვათ, ქსოვილის ნარჩენებს, რომლითაც ჩვენი ბავშვები და ზრდასრულები ქმნიან სათამაშოებს. დინოვუდი გვაწვდის ხის ნარჩენს, რომლისგანაც სათამაშოებს აკეთებენ ბავშვები თავიანთი ხელით და მე სახლში მიაქვთ. გვექნება ასევე ძალიან დაგასპოილერეთ მოკლედ, გვექნება აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მწვანე სკოლის ბავშვები უმასპინძლებენ გარე, ასე ვთქვათ, ვიზიტორებს და მათთან ერთად შექმნიან მაგალითად მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს და ძალიან ისეთი მსუყე სოციალური მიზნებიც აქვს. კი, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, გრადობაშიც თავისი წილი შეაქვს. ფუნდამენტი, რაზეც დგას დინო აკადემია და ვივის მთავარი მიზანიც რაც იყო, რომ ბავშვებმა ისწავლონ გარემოზე ზრუნვა, თავიანთი ხელებით და თავიანთი ფანტაზიის ხორცშესხმა და ეს ყველაფერი იყოს სასიკეთოდ ტრანსფორმირებული ჩვენს ყოველდღიურობაში და მოკლედ ამის ხორცშესხმელად შევერთდით მე და ვივი. კი ბატონო. ვივი, არაერთხელ ახსენეთ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას. მინდა მათზეც ვისაუბროთ, ვინ არიან ეს ადამიანები, დაახლოებით რამდენი ადამიანია ახლა უკვე თქვენს გუნდში გაერთიანებული და შემდგომ მინდა საკადრო დაусმოთ ღირებულებებს სხვადასხვა კურსის, საიდან სადამდე მერყეობს, ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ეხლა დაახლოებით ვართ უკვე 7 ჩვენ ორის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით მინდა მარიამმა ძალიან კარგი ახსენა პარტნიორი კომპანიები და ასევე მინდა ხაზი გაუსვა მეწარმეებს ამ მასტერკლასებს ძირითადად მეწარმეები წავიყვანთ ჩვენივე ბრენდებიდან გამომდინარე და მინდა მიმართო იმ მეწარმეებს რომლებმაც აქამდე არ იცოდნენ დინო აკადემიის შესახებ თუ აქვთ სურვილი მათ რომ დინო აკადემიასთან ითანამშრომლონ თავიანთი პროდუქტის უფრო კარგად წარმოსაჩენად და ბავშვებისთვის ასე ვთქვათ შესასწავლად მზად ვართ ჩვენ ღია ვართ ყველა მეწარმეისთვის რომ მივიღოთ ისინი გავესაუბროთ და შემდეგ უკვე ეს მასტერკლასები ჩაუშვათ ჩვენს აკადემიაში დაინტერესება საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია, თვითონ მწვანე სკოლიდან ძალიან დიდია და შესაბამისად ჩვენ ხელს შევუწყობთ როგორც დინო აკადემიის განვითარებას, ასევე სხვა ქალი მეწარმეების თუ მამაკაცი მეწარმეების ბიზნესების სწორ განვითარებას, ეს მინდოდა მეთქვა აუცილებლად. ასევე მასპინძლობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი და მწვანე სკოლის მთავარი ინიციატივა, კიდევ ერთი საკითხი იყო, მინდა დავამატო, რომ ეს არის ბავშვთა სახლები, ჩვენ ერთად ვუმასპინძლებთ ბავშვთა სახლებს, რაც ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და აუცილებლად მწვანე სკოლის ბავშვები ჩაერთვებიან და ერთად ექნებათ მათ ვორქშოპები ჩვენ სივრცეში. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მათ სწორედ ბავშვთა სახლის პაწაწინებს დავანახოთ ის, რომ სოციუმი საკმაოდ კეთილია, საკმაოდ მზრუნველია და ჩვენ მზად ვართ მასზე ვიზრუნოთ ნებისმიერ დროს. ასევე ფასებს რომ შევეხოთ მცირე დოზით დაახლოებითი ესეთი ინტერვალი 30 ლარიდან იწყება და ადის ზემოთ სხვადასხვა სერვისის პროგრამის კურსის გათვალისწინებით. კი ბატონო. ხანგრძლივობის მიხედვით და თვითონ მასტერკლასის პრინციპის მიხედვით, იმიტომ რომ ყველა ნედლეულს სხვადასხვა ბიუჯეტი სჭირდება, ამიტომ 30 ლარიდან იწყება ფასები და სავარაუდოდ გვექნება კიდევაც ფასდაკლებები ხოლმე აუცილებლად. და საინტერესო არის ისიც, რომ მოკლედ არ მინდა საბოლოო ჯამში ისე
გამოვიდეს, რომ ეს მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული და მწვანე სკოლაზე ორიენტირებული სივრცე არის. უბრალოდ მწვანე სკოლა არის ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი, რომელთან ერთადაც აქტიურად ვახორციელებთ აქტივობებს თვითონ სკოლის ბავშვებისთვის, ყველა ფილიალის ბავშვებისთვის და მაგის გარდა გვაქვს ასევე გარემიღებების სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლობთ და ალბათ მე მგონი თვის ბოლოსკენ გვექნება კორპორატიული, ასე ვთქვათ, აქტივობები, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიებს შეუძლიათ, რომ რაღაც კონკრეტული მასტერკლასები თავიანთი თანამშრომლებისთვის დაგეგმონ და ძალიან საინტერესო არის ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მასტერკლასი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, მასტერთან ერთად სტრესის მართვის, რომლის დროსაც ერთი რომ ფიზიკურად ქმნიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თერაპიის ნაწილში და მაგასთან ერთად არის რაღაცა მენტორული აქტივობები, რომლის დროსაც სტრესის შემცირებისთვის და პროდუქტიულობის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და კომპანიებთანაც თამაშობთ მოკლედ მაგ მიმართულებით. კი ბატონო, გეგმებზე მინდა გკითხოთ საუბრის ბოლოს. პროექტი ახალია, ხვალ აღებს პირველად კარს, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქნება უკვე სამომავლო გეგმები, პერსპექტივები. შევაჯამოთ ეს გეგმებიც. გეგმები ძირითადად ალბათ უფრო სექტემბრიდან განხორციელდება, უფრო ხანგრძლივ პროგრამებზე, როგორც აღნიშნე, ინოვაციური მიმართულებით. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი პროექტია, ასე ვთქვათ, და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დინო აკადემია უბრალოდ საბავშვო სექტორში ყოფნას არ ინიცირებს, ასევე ვაპირებთ პროფესიულში გადასვლას და პროფესიული უნარების განვითარებას უკვე ინდუსტრიული მიმართულებით. ეს არ ეხება მხოლოდ სადურგლო მიმართულებას, აქ არის ინდუსტრიული დანადგარებზე მუშაობას, რომელიც ჩვენთვის მთავარია. საქართველოში არ არსებობს მსგავსი პროგრამები და დინო აკადემია იქნება პირველი, ვინც მიაწვდის ქარხნებს ინდუსტრიული მართვის პროგრამებს და ვფიქრობ, რომ დიდი დაინტერესება წამოვა აქედან. ეს ძალიან ხანგრძლივ პროექტზე რო გადავეშვათ. ასევე როგორც აღნიშნე, ჩვენ ვაპირებთ რეგიონებში გასვლას და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე უკვე 1 წლის ჭრილში საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნას უკვე ჩვენი სივრცეები. ველოდებით უკვე საქართველოს ისიდებით მივიდივართ. კი, გარდაუვალია ეს პროცესი. დიდი გვაქვს და შესაბამისად მე და მარიამი ძალიან ისე ჩქარები ვართ და ვფიქრობ, რომ ორი ქალის სინერგია მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, დინო აკადემიის პრეზენტაციისთვის და წარმატებების სამომავლო პერსპექტივაში, თუმცა უპირველესად ხვალ, როდესაც განსაკუთრებული ამბები დატრიალდება და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ელოდებით ხვალინდელ დღეს. მოკლედ წარმატებები. აუცილებლად შემოვერთდებით ამ ინიციატივას. მადლობა კიდევ ერთხელ დინო აკადემიის დამფუძნებლები ვივია გურგენიშვილი და მარიამ მაისურაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები.